მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ლევანი და ეს არის რიგით მე-14 ვიდეო, რომელსაც ვიღებ თამაშ Rise of Kingdom-ის შესახებ. მოგეხსენებათ, ჩვენ დავიწყეთ პროექტი Monaspa, რომლის მიზანიც არის, რომ მოვამზადოთ სერვერი, სადაც შემდეგ პირველი KVK-ის შემდეგ, პირველი KVK-ის შემდეგ გადავიყვანთ ჩვენ მთავარ აკაუნტებს და უკვე მეორე KVK-ის ვიბრძოლებთ მეტი ჯარით, მეტი რესურსებით, უფრო ძლიერი კომანდერებით და იდეაში მეტი პერსპექტივით, უფრო მეტიც პერსპექტივით იმაზე, რომ საერთოდ გავიმარჯვოთ KVK-2 და ამაში ძალიან ბევრი ადამიანი შემოგვიერთდა და აღმოჩნდა ესეთი რაღაც, რომ გარდა იმისა, რომ ძალიან ბევრი ახალი მოთამაშე შემოუერთდა 59-ს გუნდს, ანუ 59 სერვერზე ვთამაშობთ იმ გუნდს, გარდა ამისა დაგვემატა ძალიან ბევრი ახალი ადამიანი, ახალი მოთამაშე, რომლებისთვისაც შეიძლება საერთოდ უცნობი იყოს ძალიან ბევრი რამ თამაში, ამიტომ ბიჭების რჩევით გადავწყვიტე ესეთი რაღაც, რომ გავაკეთო ვიდეო, სადაც აბსოლუტურად მთლიანად ავხსნით თამაშს გაიდების მიხედვით, ანუ სად, რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ, ეს აუცილებლად ყოველთვის გააკეთეთ და ამის ჩართვასაც გასწავლით, თუ ჯერ კიდევ არ ეცით და მივყვეთ ავხსნათ მცირე ვიდეოებს გავაკეთებ, სადღაც 20 წუთიან პატარა ვიდეოებს გავაკეთებ და თემატიკურად მივყვებით. პირველ რიგში სანამ დავიწყებ თამაშის კონტროლებს და იმას თუ ვთქვათ რომელი შენობა რაში გვეხმარება და ასე შემდეგ დავიწყოთ ძირითადი main face-ით, main interface-ით და დავიწყოთ აი ზედა მარცხენა კუთხეში რომ განლაგებულია პროფილის სურათი. პროფილის სურათს რომ დავაწვევით, გამოვა ესეთი ფანჯარა, სადაც ხედავთ ჩვენი სურათი არის, მის ქვემოთ აი ეს მწვანე ბოთლი და მწვანეთ შევსებული რომ არის 1500-მდე გრაფა, ეს ნიშნავს ups, ანუ action points, რომელსაც ვიყენებთ იმისთვის, რომ დავარტყათ ნეიტრალური ტიპის ჯარებს. ანუ ამას არ ვიყენებთ მოწინააღმდეგესთან ბრძოლის დროს, ამას ვიყენებთ მხოლოდ ბარბერებზე და ფორტებზე ბრძოლისას. მის გარდა აქ წერია სახელი, იმ ალიანსის სახელი, რომელშიც ვართ, power-ი, რომელიც გვაქვს, kill point-ი, რომელიც შემდეგნაირად ითვლება, ანუ T1, T2 და T3 ჯარების მკვლელობებით, შემდეგ ცივილიზაცია, რომელიც გვაქვს და ჯერჯერობით ვართ ჩინეთზე, სურათის გამოცვლა ხდება აი აქედან, აქ ალბომში ვსვათ ვამატებთ სურათებს, აი თქვენი პროფილის მარცხნივ კიდევ რო ადამიანი ხართ, აი აქედან შეგიძლიათ აირჩიოთ უკვე მოცემული სურათებიდან, აქედან შეგიძლიათ აი ესეთი რაღაც, ანუ რა იქნება თქვენ ემის გარშემო, სურათის გარშემო და ნუ ფოტოაპარატს დააწვევი და შემდეგ უკვე ძალიან მარტივია. დანარჩენი ქვემოთ რა ხდება, achievement-ები wall-ი რაც არის, აქედან აქ შეგიძლიათ აი აქედან achievement-ები რაც არის, აქედან აკონტროლოთ თუ რას დაამატებთ იქ და მივყვეთ more info-ში. more info-ში რა ინფორმაცია არის? more info-ში არის დეტალური სტატისტიკა იმისი, თუ რა გაქვთ მოპოვებული, სად გაქვთ ნაბრძოლი, რამდენი ბრძოლა გაქვთ მოგებული, რამდენი დამარცხებული და ასე შემდეგ. შემდეგი რაც არის, ეს არის რანკინგი. რანკინგს რომ დააწვევით, გამოგივათ აი ესეთი ფანჯარა, სადაც პირველი წერია Alliance Power-ი. ანუ აქ არის ალიანსები სიძლიერის მიხედვით დალაგებული ტოპიდან ქვემოთ. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ტოპ მეორე ადგილზე, თუმცა ხედავთ ტოპ მესამე ძალიან ახლოს არის და ნუ ვცდილობთ რომ რაიმენაირად გადავუსწროთ, ისე რომ შემდეგ უკვე მეტი პრეტენზია გქონდეს სხვადასხვა ჯილდოებზე. აი აქ მიყოლებით არის ძალების მიხედვით, აი მე-7 ადგილზე Monaspa Killers-ი ჩვენიანები არიან, ჩვენია უბრალოდ და მე-14-ზე Monaspa Warriors-ი და კიდევ რამდენიმე ალიანსი დაემატება ამ ყველაფერს. შემდეგ არის Alliance Kill-ი. ანუ აი kill point-ები, რომლებიც იყო დაგროვებული და ყველაზე მეტი, რომელსაც აქვს, ოღონდ ამ შემთხვევაში Alliance. ჩვენ ჯერჯერობით მე-5-ზე ვართ, იმიტომ რომ დიდად ბრძოლით არ გამოურჩევით, ანუ არ დაგვჭირვებია ფიზიკურად, ჩვენ ძალა თავისას მეტყოლებს და შეგვიძლია რომ ძალიან მარტივად მოვაგვაროთ სიტუაციები. Alliance Flags, აქ არის ვის რამდენი დროშა აქვს აშენებული, აქაც მე-5-ზე ვართ ჩამოსულები, იმიტომ რომ ნელ-ნელა ვაშენებთ დროშებს. Individual Power-ში არის უკვე პიროვნული, არა ალიანსის, არამედ პიროვნული ძალა, ვინ არის ყველაზე ძლიერი, ჩვენ 21-ად ვართ და თქვენ ყოველთვის ზემოთ მხარეს გამოჩნდებით და შემდეგ რანკინგით მიყვება ფუსკა მებრძოლები მიდიან ჯერ, მე აი მე-4-ზე მავნე და ასე შემდეგ. შემდეგ individual kill-ებიც იგივე რაც ალიანს kill-ებით, ოღონდ უკვე ინდივიდუალურად, ანუ კონკრეტული პიროვნებას რამდენი აქვს და შემდეგ City Hall level-ი
აქ ვინც უფრო მაღალ დონეზე აქვს აწეული თავარი სასახლე. დანარჩენი უკვე Kingdom of ეს რესურსები, King of Expedition და ასე შემდეგ, ესენი ძალიან მარტივი თემებია, გასაგებია მგონი ყველასთვის და ამიტომ აღარ გავაგრძელებ ამის ახსნას. შემდეგი არის Commander. აი ეს მესამე, რომელსაც დავაწვევით და აი აქ ხედავთ, რაც არის დაბლოკილი, როდესაც იმ რაოდენობა ძალას მივალთ, რაც აწერია, ესენიც გაგვიხსნება და გვაძლევს სხვადასხვა ბონუსებს, რომლებიც ერთმანეთს ეხმარება. აი ხა ლოჰარით დასმული ყავს ჩვენ ბარბერებზე 5% მეტი შეტევა, ანუ მეტი ზარალის მიყენება და 5% მეტი გამოცდილების დაგროვება ბარბერებიდან. შარკაზე მითითებული ყავს gathering speed-ი, ანუ შეგროვების სიჩქარე 5% მეტი. ესე აქ უმჯობესი იქნება ჩემთვის პირადად, რომ აი გაიუსზე გადავიყვანოთ, კარგია რომ შევამჩნიეთ. და ასე შემდეგ მიყოლებით, შეგვიძლია შევცვალოთ, დავამატოთ და იცოდეთ, რომ ეს ბონუსები როგორც პირველ, ისე მეორე გენერალს ადგება და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მან ყოველთვის აქტუალური გენერალის ყოლა. შემდეგ არის troop capacity, трупები უпростоრად, სადაც ხედავთ total number of units, ანუ სულ რამხელა ჯარი ყავს ტერიტორიაზე, ზემოდაც რაოდენობრივად წერია, ხოლო ქვემოთ ნაჩვენებია ვინ რამდენი არის, march queue, ანუ რამდენი სლოტი ყავს გაშვებული, რამდენი ჯარი ყავს გაშვებული, ხა მდელოზე და 4-ვე ყავს გაშვებული. აქედან მხარეს არის power-ი, რომელიც არის მთლიანი ჯამი აი ამ ჯარის power-ისა, ანუ ძალისა, რომელსაც გვიმატებს და მის ქვემოთ hospital capacity, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ როდესაც ჰოსპიტალის მოცულობა შეივსება მთლიანად, მერე უკვე ჯარი იწყებს გვდომას. შემდეგ შეგვიძლია ვნახოთ ქალაქში რაოდენობის ჯარი ყავს და გარეთ, ანუ ველად რამდენი ყავს და თითოეული შეგვიძლია ჩამოშალოთ და ვნახოთ კონკრეტულად რა ჯარი სად არის. შემდეგი არის achievement-ი, რომელიც უნდა დაუждეთ და მიყვეთ სხვადასხვა ძალიან ისეთი ესენი არის quest-ები, რომელიც შეგიძლიათ შეასრულოთ და ემატება მერე ეს quest-ები ერთმანეთს, რაოდენობრივად ცალკე შიდა ინტერფეისში, ხედავთ პროგრესი 115 გვაქვს 1220-დან 200 ქულამდე ავალთ ამ საჩუქარს მოცემს 300, 450 და ასე შემდეგ და ყველას ესეც ცალ-ცალკე აქვს რაღაც საჩუქრები და პლუს ერთიანი შევსებით ხედავთ აქაც არის საჩუქრები და ნუ ესეც დამატებითი ბონუსია, ასე ვთქვათ, სტიმული არის, თუ ვთქვათ, არ იცით კონკრეტულად რაზე იმუშაოთ, რა გააკეთოთ, შეგიძლიათ რომ მარტივად შეხვიდეთ, დაათვალიეროთ, გაეცნოთ და იმის მიხედვით გააგრძელოთ. იმის მიხედვით რაღაცები წინ წაწიოთ, ან რომელიმე გენერალზე მოახდინოთ აქცენტი, რომ პრიზი აიღოთ, ან რაღაც რესურსი, ან სკაუტირებაზე და ასე შემდეგ. ნუ რა მნიშვნელობა. ამას უკვე დარწმუნებული ვარ, მიხვდებით და გადაწყვეტთ თავად. სეტინგები. სეტინგებში რამოდენიმე რამ არის მნიშვნელოვანი, რაც შეგვიძლია რომ განვიხილოთ. ერთი რაც დამავიწყდა მე თქვა, აქ rankings ვერ ხსნით, სანამ თქვენი city hall-ის, ანუ მთავარი სასახლის ლეველი არ ავა 8-მდე. ეს იმისთვის არის, რომ დაიცვას სერვერები ჯაშუშებისგან, ანუ ვიღაცამ უბრალოდ რომ მოინდომოს დათვალიერება rankings და იმის მერე გადაწყვეტა შევიდეს თუ არ შევიდეს, ასეთ რაღაც უფლება რომ არ მისცეს, ამიტომ 8 ლეველამდე rankingში ვერ შეხვალთ ფიზიკურად, ამიტომ ჯამფერებმა გაითვალისწინეთ ეს ამბავი. სეტინგები. პირველი არის notification-ები, სადაც ვაყენებთ ჩვენ რეალურად რა notification-ი გვინდა რომ მივიღოთ და ეს მოგდის უკვე ტელეფონზე თუ ინტერნეტით ჩართული გვაქვს. ეხლა მე მეუნიშნული მაქვს მხოლოდ troops returned-ი, ანუ როდესაც ჯარი დაბრუნდება, შეაგროვა რესურსები ან იბრძოლა ან რაღაც მსგავსი და დაბრუნდება, მაგ შემთხვევაში მომდის უკვე ტელეფონზე notification და იქ ვარდება იქიდან შემიძლია უკვე მას აქვს რა ქვია, ვნახო რომ აი იცი რა, შემიძლია კიდე რაღაც გაკეთება. აქ შეგიძლიათ ჩართოთ თქვა upgrade training-ი, ანუ როდესაც რაღაცა აშენებას დაამთავრებს, ისე ჩავართოთ პრინციპში. იქ დიდ აკაუნტზე არ მქონდა ჩართული, იმიტომ რომ ფიზიკურად არ მჭირდებოდა. ზუსტად ვიცოდი რა დრო ჭირდებოდა, ამიტომ არ ჭირდებოდა, მაგრამ ეს პატარა აკაუნტზე სწრაფ-სწრაფად რომ ხდება upgrade-ები და training-ები, უმჯობესია გქონდეს. სხვა რა პრინციპში არც არაფერი ისეთი, უბრალოდ თქვენ თვითონ გადაწყვეტ რა გინდათ, რის შესახებ გინდათ რომ ინფორმაცია მიიღოთ და მონიშნავთ. შემდეგი არის general setting-ი, საიდანაც აყენებთ ხედავთ გრაფიკა, frame rate-ი, ესეც იქიდან გამომდინარე როგორ თამაშობთ და რანაირად თამაშობთ, შეგიძლიათ მაღალზე გქონოთ, შეგიძლიათ დაბალზე. აქტიური ბრძოლის დროს დაბალზე ჯობია.
და აი აქ რაც არის მნიშვნელოვანი, აი ამების დაყენებაც შეგიძლია და აი აქ არის ეს quick help-ი, რომელზედაც თხოვეს რომ კიდევ ერთხელ გამემახვილებინა ყურადღება. აი ამის ესე ჩართვით თქვენ გამოგიჩნდებათ რომ ვიღაცა სჭირდება დახმარება მარჯვენა კუთხეში ხელის სახით, როგორც მე გამომიჩნდა და იქიდანვე შეგიძლიათ რომ დაეხმაროთ. ასევე ძალიან კარგი გამოსადეგი არის აი ეს gem use confirmation-ი, რატომ? იმისთვის რომ ყოველთვის მოგცემთ notification-ს რომ მართლა გინდა gem-ის დახარჯვა, იმიტომ რომ არის ხანდახან რომ უცებ ხელს დავაჭერთ, ან გაჭედავს, ან რაღაც მსგავსი და ტყუილად იხარჯება ხოლმე gem-ები. ამიტომ ესეც ყოველთვის მონიშნული გქონდეთ. შემდეგი აქ emoji-ები, აქ შეგიძლიათ დააყენოთ სხვადასხვა სახეები, ხა სახეები ბევრი არა გვაქვს, დანარჩენი მე დროთა განმავლობაში უნდა გახსნათ და იხსნება, მაგრამ ტექსტები არის საკმაოდ საინტერესო და ტექსტების არჩევა შეგიძლიათ. ეხლა მე hello, bye, thanks, how dare you ვიღაცა რომ წამოვა ჩვენსკენ ჯარით როგორ ბედავში გარეწარო და ესეთი რაღაცეები, stop fighting და retreat. თუ რაღაცა ესენი მე შეგიძლიათ კიდე ჩაამატოთ, გამოაკლოთ ან საერთოდ არ გამოიყენოთ, ესეც შეგიძლიათ. ძალიან მნიშვნელოვანი არის ქვემოთ აი საჩუქრის ბოქსი, აი redeem რო აწერია საჩუქარი. აქ ჩაწერთ 10 ნიშნა კოდს, რომელიც სხვადასხვა არის და აუცილებლად თქვენ ალიანსებს რომელიღაც ეცოდინება, შეიძლება თქვენც გამოგიგზავნოთ ძირითადად ალიანსის ოფიცრები, მაგალითად ჩვენ ესე ვიქცევით რომ ოფიცრები ვუგზავნით საერთო მეილით, სადაც წერია redeem კოდი და იმ კოდს მონიშნავთ, 10 ნიშნა იქნება აუცილებლად მონიშნავთ, ჩაწერთ აქ და ჩააკოპირებთ აქ და მიიღებთ რაღაც საჩუქრებს. მცირედი საჩუქრებია, მაგრამ მიდიაში მუქთა იყოს დანარჩენიც. Character management, აი ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აქ ჩანს რეალურად ის აკაუნტები, რომელზედაც ძირითადად თამაშობთ. მონიშნეთ ვარსკვლავით ძირითადი აკაუნტები, დანარჩენი იყოს, მე ძალიან ბევრი აკაუნტი მქონდა სხვადასხვა დროს. 1022 იყო რეალურად ჩემი პირველი აკაუნტი. ანუ თამაში დაწყებული იყო როდის? ანუ 22 დღესაც არ იყო თამაში დაწყებული, მე რომ ამ თამაში ეს თამაში დავიწყე. ნუ მაშინ ყველაფერი სხვანაირად იყო, არ მივეცეთ ახლა ნოსტალგიას. აქედან აკონტროლებთ თუ რომელ თქვენს პირად პროფილზე გადახვალთ და რომელზე გააგრძელებთ ბრძოლას და აი აქედან ამ პლუსზე დაჭერით კი შეგიძლიათ შექმნათ. ახლა მე არ დავაჭერ, იმიტომ რომ არაფრის შექმნა არ მინდა. ამ კუთხით ახლა ამ მხარეში სულ ეს იყო, ნახოთ რო რამდენია 20 წუთს რო გვაქვს დრო მშვენიერი, ძალიან კარგი, მაშინ ავხსნათ მთლიანად ზედა ნაწილი. აი ეს ვიგულისხმე ახლა დაინახეთ, ალბათ უცებ დავაჭირი ინსტინქტურად, მაგრამ იმედია დაინახეთ მარჯვენა კუთხეში ხელი რომ გამოჩნდა. იქნებ კიდევ მოითხოვს ვიღაცამ დახმარება და მასაც დავეხმაროთ. აი ხედავთ, მარჯვენა კუთხეში ეს ჩამორთმეული ხელები რო არის, აი ამას დააწვევით. ეს ახლა როდესაც ქალაქში ხართ, აქაც ჩანს, ალიანს ცენტრის თავზეც ჩანს, მაგრამ როცა გარეთ ხართ, ალიანს ცენტრს ვერ ხედავთ და ამიტომ აქედანვე შეგიძლიათ ხოლმე დაეხმაროთ და აუცილებლად ჩართეთ. ჯერ ერთი რო help-ები ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თქვენ თუნდაც დაინახავთ რამდენად დიდ რაოდენობას აკლებს აშენების. აი მაგალითად ახლა მე 19 level-ზე მინდა გადავიყვანოთ ჩემი city hall-ი, 18-მა დახმარებამ 21 საათი და 2 წუთ ნახევარი პლუს მოაკლო. 18 დახმარება იქიდან გამომდინარე რომ მე მაქვს ჯერ 14 level-ზე და აი აქაც შეგიძლიათ წაიკითხოთ 18 help-ი. ვააპგრეიდებ მე-15-ზე უკვე შემეძლება 19 და ასე შემდეგ. ამას უცებ ვიზავ და გავაგრძელოთ, რასაც ვსაუბრობდით. ხო, არ გადავხვდეთ, წინ არ გავუსწროთ მოვლენებს. დანარჩენი ზედა მხარეს ინტერფეისში, რასაც ვხედავთ, ეს არის ყველაზე საინტერესო, ეს არის VIP 8. ამ ეტაპზე ჩვენ ვართ VIP 8-ზე და აქ არის ერთგვარი აუცილებლად უნდა მიაღწიო checkpoint-ები, სადაც აუცილებლად უნდა გაიგოთ. პირველი ეს არის, რომელზეც სწრაფად უნდა მიხვიდეთ, level 6 და აი აქ ჩამონათვალში ხედავთ თუ რა კონკრეტულ ბაფებს გაძლევთ. აი ერთიდანაც რომ დავიწყოთ, 0-ზე რა თქმა უნდა არაფერი არ არის. ყოფილა. ხო, ანუ 5 level-ზე რო გადადიხართ City Hall-ით 0 VIP გერთვებათ და ალბათ ეგ არის მან. შემდეგ არის 1 და ემატება ესე ბაფები ნელ-ნელა ემატება, ან უკვე რა ბაფიც არის ის იზრდება. მე-6 level იმიტომ არის მნიშვნელოვანი რომ მანამდე მხოლოდ ერთი შენობის ერთდროულად აშენება შეგიძლიათ და აქ ხედავთ მესამე წერია unlock second building quo,
რაც ნიშნავს იმას, რომ მეორე შენებას შეგიძლიათ გაუშვათ. შემდეგი ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის მე-10 ლეველი და უკვე რატომ? უკვე არა იმ ბონუსების გამო, რომელსაც აი აქ იძლევა, არამედ იმის გამო, იმ ვიპატი ექსკლუზივი ჩესტის გამო, ხედავთ free every day აწერია მწვანეთ და რომ გახსნით დაინახავთ, რომ ლეგენდარული გენერლის თავს იძლევა ყოველდღიურად 1 ცალს და პლუს golden keys, ანუ ოქროს გასაღებს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად level 6-ის შემდეგ პირველი რასაც უნდა მიაღწიოთ, ეს არის level 10. level 10-ის შემდეგ უნდა იზრუნოთ level 12-ზე, იმიტომ რომ უკვე იძლევა 2 თავს და 1 გასაღებს, შემდეგ უკვე level 14-ზე, სადაც იძლევა 3 თავს და 1 გასაღებს. level 14-ზე უნდა გაჩერეთ, რაც შეიძლება გაჩერეთ არა მიაღწიოთ, რაც შეიძლება სწრაფად, იმისთვის რომ ძალიან კარგი ბონუსები მიიღოთ. ეს გრძელდება level თუ არ ვწდები 17-ის ჩათვლით, 18-ზე უკვე სხვა არის, არა 18-ზეც იგივე არის, ის აქ იცვლება. ხო, კი ბატონო, ანუ რაც უფრო მეტად, რაც უფრო სწრაფად მიხვათ level 14-ზე, მით უკეთესი და სპეციალურად აი ესეთი მეილი არის, თუ ჩვენთან ერთად თამაშობთ, მითხარით და გამოგიგზავნით, სადაც level 14-მდე რამდენი პოინტი არის საჭირო მისასვლელად, ჩამოწერილი მაქვს და გამზადებული მაქვს. პლუს კიდევ town halls რა ჭირდება შემდეგ level-ზე გადასაყვანად, ესეც ჩამოწერილი მაქვს და გამზადებული მაქვს, ასე რომ თუ ვინმე ნახავთ ვიდეოს და დაგჭირდებათ, აუცილებლად მითხარით, ალიანსში კი რამდენიმეჯერ დავაგზავნე, მაგრამ შეიძლება არ იყოთ ემოში, იყოს სხვა რომელიმე ალიანსში და მითხარით გამოგიგზავნით, არ არის პრობლემა. ხო, VIP ანუ გვეხმარება იმაში, რომ ყოველდღიურად რაღაცა ჩქრები ავიღოთ და პლუს აი ეს ბაფები და ბონუსები იყოს. სხვა ზედა სართულზე კიდევ არის დრო რამდენია 16 წუთი მშვენიერი. სხვა ზედა სართულზე კიდევ არის რესურსები და ჯემები. ანუ აქ მასზე დაჭერითაც შეგიძლიათ რომელიმე რესურსი დაიმატოთ, თუმცა ეს ემატება ჩანთაში არსებული რესურსებიდან და დიდად ნუ გამოიყენებთ, უნდა ხარჯავთ. და სხვა კიდე ზედა მხარეზე რაც არის მნიშვნელოვანი, ეს არის ეს მისიები, რომლებიც აი აქ გვაქვს მოცემული, გავხსნათ და თითოეული მათგანი ვნახოთ. ხედავთ, პირველი წერია main quest-ი. main quest-ები იძლევა ყველაზე დიდ ჯილდოს და ანუ შემდეგი ჩვენი main quest-ი არის დავააპგრედოთ City Hall 19-ზე, რასაც ვაკეთებ და შესაბამის რესურს და gems მომცემს. მის ქვემოთ არის side quest-ები, შედარებით უფრო პატარ-პატარა quest-ები, რომელთა შესრულებისას სასიამოვნო ბონუს გაძლევთ. ვერ ვიტყვი რომ რაღაც განსაკუთრებულს, მაგრამ მაინც სასიამოვნო ბონუს. ანუ ისედაც აკეთებთ იმას, რასაც გთხოვთ რომ გააკეთეო და უკვე რო შეასრულებთ, მერე რა პრობლემაა, მოგცეთ დამატებითი ჯილდო, რატომაც არა. და მეორე გვერდზე რომ გადავალთ აი ესე დაჭერით, აქ არის ყოველდღიური quest-ები. ყოველდღიურ quest-ებშიც დარჩენილი მქონია რაღაცები და აუცილებლად შევასრულებთ, თუმცა აუცილებლად მიაღწიეთ 100 ქულას. რატომ? იმიტომ რომ იძლევა 100 ცალ gems, ოქროს გასაღებს, პლუს კრისტალის გასაღებს, რომელიც აღჭურვილობაზე დაგჭირდებათ, Sunset Canyon-ის ბილეთს, რაღაც chests, რომელიც სხვადასხვა პრიზებს იძლევა და epic კომანდორების, ეპიკური გენერლების თავებს. ეპიკური გენერლების თავების რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ level-ზე გაქვთ City Hall-ი. რაც უფრო მაღალ level-ზე გაქვთ, შესაბამისად მით უფრო მეტ თავს მოგცემთ. კონკრეტულად არ ვარ დარწმუნებული, რომ განაწილება ზუსტად ასეა, მაგრამ მე რასაც დავაკვირდი, 25 level-ამდე მაძლევდა 4 თავს. რეკავდნენ, დავასტოპე ვიდეო და ვაგრძელებთ. ხო, იმას ვამბობდი, რომ 25 level-ამდე იძლეოდა 4 თავს. 25 level-ზე როცა გადავედით, უკვე 5 თავის მოცემა დაიწყო ამ ყოველდღიურიდან. მანამდე 20 level-ამდე იძლეოდა 3 თავს და 20 level-დან ზემოთ უკვე 4 თავს იძლეოდა. შესაბამისად, შეიძლება არ არის გამორიცხული, რომ ყოველ ესე 5 level-ის შემდეგ თავი ემატებოდეს. ყოველ შემთხვევაში ის თუ რამდენს მოგცემთ ყოველდღიურად, აუცილებლად დამოკიდებულია City Hall-ის level-ზე. მე მგონი ამ ეტაპისთვის სულ ეს არის 20 წუთიანი ვიდეო გამოვიდა, მთელი ზედა ნაწილი ახსენეთ და შემდეგ გადავალთ ქვედა ნაწილზე და უკვე დანარჩენს მე კიდევ გავაგრძელებთ. შემდეგ ვიდეომდე